აბა რომელი გამოვა? ოჰ, გელაშვილი. გამოგცანთ. ეს საქართველო ყველაზე ჯიუტი ადამიანების ქვეყანა. მაშინ როცა მთელი მსოფლიო დღესასწაულებს ერთხელ აღნიშნავს, ჩვენ ორჯერ. მაშინ როცა ყველას დამწერლობა ერთმანეთს წააგავს, ჩვენი გვაქვს, თანაც სამი. ჩვენ ცხოვრობთ ისეთ ადგილებში, სადაც ზოგადად ადამიანები არ ცხოვრობენ. რატომ? იმიტომ რომ ასე გვინდა, ასე გვჯერა. ერთი ჩვენი პოეტი ისე გაჯიუტა, რომ 1679 სტროფი დაწერა და ჩვენც ჯიუტად არ ვიზებია. სიმღერაში ჯიუტები ვართ, ყველა თავის ხმას ხვერს. შეიძლება სიმართლის თქმაშიც ისე გავჯიუტეთ, რომ ქვეყნის სიძულვილი დაგვაბრალონ, ბრიყვებმა დაგვაბრალონ. აი როცა მტერი გვიტევდა, იმდენ სიგრძეს ვაკეთებდით, ისევ ჯიუტებოდით, რომ მიღლებოდით და თავს გონებოდით. ესენი ვერ არიან და მართლაც ვერ ვართ. დარბევის წინ მტერს შეიძლება სიმღერით დავხვდეთ და დამარცხებულმაც ჯიუტად არ დავიჩოქოთ. ასე თავგანწირვით არავის უბრძოლია. ჯიუტად დაჩემებული დამოუკიდებლობისთვის, ენისთვის, რომელიც მარტო ჩვენ გვესმის, მიწისთვის, რომელიც შეიძლება დიდი არ არის, მაგრამ მაინც ყველაზე ძვირფასია. ალბათ ამ სიჯიუტენ მოგიყვანა აქამდე, თორემ ისეთ გარემოში ვიყავით, ჯიუტის გარდა ვერავინ გადარჩეული. დღეს ჩვენი დღეა. ყველაზე ჯიუტი, ყველაზე თავნება და ყველაზე დამოუკიდებელი ხალხის დღე, რომლებიც საუკუნეებია ასე ჯიუტად ვამტკიცებთ, რომ შეუძლებელი შეგვიძლია. მთავარია გვჯეროდეს.